ჩვენ დავბრუნდით და როგორც ჩვენმა მაყურებელმა უკვე იცის, ჩვენ არაერთხელ გვეძლევა ხოლმე იმის საშუალება და ხშირად ვისაუბრებით იმ ადამიანებს, რომლებიც არ ცხოვრობენ საქართველოში, ისინი საზღვარგარეთ მუშაობენ, არიან ძალიან წარმატებული ადამიანები, ასევე ხშირად ვესაუბრებით ხოლმე ემიგრანტ ადამიანებს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა, როგორ ჩანს საქართველოში მიმდინარე მოვლენები სხვა საზღვრებს გარეთ. დღეს ჩვენი სტუმარი, როგორც სანდრომ უკვე თქვა, არის ზურაბ გურული, რომელიც ის ძალიან აქტიური მოქალაქე არის და ყოველთვის, როდესაც ესეთი მნიშვნელოვანი საკვანძო მომენტები არის ხოლმე ჩვენ ქვეყანაში, ზურაბი ძალიან კარგ რჩევებს გვაძლევს ხოლმე და ძალიან კარგ ანალიზს აკეთებს. ზურაბ გურული, ამერიკის შეერთებული შტატების მონტგომერის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგი, რეანიმაცია და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპისა და ლუიზიანას უნივერსიტეტის პროფესორი. მადლობა სტუმრობისთვის. გუშინ ჩამოფრინდით საქართველოში და საინტერესო არის როგორ ჩანს ჩვენი საქართველო ამერიკიდან და როგორი დახვდათ რო ჩამოხვედით. მართალია ძალიან ცოტა დრო გავიდა ჯერ, მაგრამ თუ გქონდათ შესაძლებლობა რუსთაველზე გასულიყავით, იმიტომ რომ ეგ არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი როგორი ჩანს ეს ყველაფერი საზღვარგარეთ ტელევიზიებში და მე უკვე მუხცდა იმპულსებს რომ უშუალოდ თქვენ თავზე შეიგრძნოთ. მადლობთ. უპირველეს ყოვლისა მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს. დიდი მადლობა მოწვევისათვის. ჩემთვის დიდი პატივია, გმადლობთ. დიახ, როგორც კი ჩამოვედი, პირველი რაც გავაკეთეთ, ეს იყო ჯაჭვში მონაწილეობის მიღება და რა თქმა უნდა, ეს ენერგია, რომელიც სოციალური ქსელებიდან მოდის და ჩვენ ქართველი ემიგრანტები უმრავლესობა ვინ ჩართულია ამ ქართულ სოციალურ ქსელებში, ფაქტიურად ამ ქართული სოციუმის გაგრძელება არაფრით არ შეიძლება ამის განცალკევება, იმიტომ რომ ეს თვითონ ეს სივრცე ქართული სოციალური სივრცე ეს ერთიანია და ამიტომ ყველა ის პროცესი, ყველა ის პრობლემა ჩვეულებრივი ცხოვრების მიმდინარეობაც კი ყოველდღიურობა, აი მაგალითად ჩემს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს სამუშაო მაგიდაზე 2 კომპიუტერი მაქვს, ერთი სამუშაო და მეორე ჩართული მაქვს კომპიუტერი ჩემი პირადი, სადაც მუდმივად ვადენებ თვალყურს რა ხდება საქართველოში, ფაქტიურად განუყოფელი ნაწილი ვართ, ასე ვთქვათ, ქართული სოციუმის და მით უმეტეს ისეთ პერიოდში, როდესაც კრიტიკული სიტუაცია უდგას ჩვენს ქვეყანას. ჩანს ყველა რა თქმა უნდა ვღელავთ. ჩემთვის განსაკუთრებულად ძნელია შორიდან ამ ყველაფრის აღქმა, თვალყურის დევნება, იმიტომ რომ ემოციურად დატვირთული ხარ და ვერ ახერხებ განმუხტვას, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აი იგივე რუსთაველზე გასვლა იქნება, რაღაც გარკვეულ აქციაში მონაწილეობის მიღება, თანამოაზრეებთან ერთად საუბარი და თერაპია ერთგვარი. თერაპია, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სჭირდება, უაღრესად მნიშვნელოვანია ეს ადამიანისათვის. ამას ფსიქოლოგებიც რა თქმა უნდა დაადასტურებენ და თუ როდესაც ვერ ახერხებ ამ განმუხტვას და ეს ყველაფერი საკუთარ თავში იკეტები, ძალიან რთული და ძალიან ტრამულია. შესაბამისად, როგორც კი ჩამოვედი, ეს იყო პირველივე შესაძლებლობა, რომ ქონოდა ასე ვთქვათ, აი შემეგრძნო ის საპროტესტო სული და პროტესტთან ერთად იმ ერთიანობის, იმუჩვეულე ერთიანობის, რომელიც კარგახანია არ ქონია. და აქ უკვე საქართველო ვიცი რომ ძალიან უჭირდა მის აღქმა ბევრ ჩვენ თანამემამულეს, მაგრამ საქართველო კრიტიკულ სიტუაციაში ნამდვილად, როდესაც ვლაპარაკობთ ეგზისტენციალურ საფრთხეებზე, ბევრისთვის ეს ეგზისტენციალური საფრთხე რაღაც სახუმარო და ასაგდებ საგანს წარმოადგენს. ახლა როდესაც დღესაც თვითონ მოვედი სტუდიაში, უყურებ ქალაქს და ასე შემდეგ, ჩანს თითქოს არაფერი არ ხდება. თითქოს ქალაქი ცხოვრობს ნორმალური ცხოვრებით, სულ სხვა სიტუაცია იქ, სადაც აქციაზე, სადაც თანამოაზრე ადამიანები, რომლებსაც გათვითცნობიერებული და გასეგზეგანებული აქვთ ბოლომდე რაელი საქართველოს, ისინი მათ ძალიან აწუხებთ და სამედიცინო შედარება რომ მოვიტანო, ძალიან მაგონებენ ადამიანები, ვინც დღეს ამ ყველაფერს ვერ ხვდება და უგულებელყოფს
სამედიცინო პრაქტიკას თუ შევადარებთ, როდესაც ექიმი სვამს სასიკვდილო დაავადების დიაგნოზს და ეუბნება პაციენტს, რომ დაახლოებით რამდენიმე თვის სიცოცხლე გაქვს დარჩენილი და ეს ადამიანი რაღაც მინიმალური სიმპტომების გამო მივიდა ექიმთან და უცებ ესეთ შოკში, ასეთ სერიოზულ დაავადებას და ასეთ სერიოზულ პროგნოზზე ხდება საუბარი მასთან და რა თქმა უნდა ამ დროს ადამიანი ვერიჯერებს ვერ წარმოუდგენია როგორ შეიძლება ეს რაღაც ჯერ არ გგზნობ მე თავს ისე ცუდად და როგორ შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში რაღაც სასიკვდილო სარეწელზე აღმოჩნდე. აი სწორედ ეს ჭირს უმრავლესობას სამწუხაროდ. როდესაც ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად რომ აუხსნათ ამ ადამიანებს რა ხდება, რატომ არის კრიტიკული სიტუაცია, რატომ აქვს ამას ეგზისტენციალური მნიშვნელობა მთელი საქართველოსათვის, ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ ამას წარმატებით, რომ ეს ადამიანები ვერ შეიგრძნობენ ამას და სწორედ აი აქ არის ჩვენი საზღვარგარეთელი მეგობრების დახმარება საჭირო იმისათვის, რომ აი ეს აქციები, სანქციები, უბრალოდ ეს სხვადასხვა გაფრთხილებები და ასე შემდეგ, ყველაფერი ეს წარმოადგენს აი სწორედ აი კომპლექს ინფორმაციისა, რომელთა მეშვეობითაც ამ ადამიანებმა იმათ, ვისაც ეს არ ესმით, ან არ სურთ რაღაც მიზეზის გამო ბლოკავენ, აი როგორც პაციენტი, ისევე ბლოკავს ამ ინფორმაციას, ხოცით რომ პირველი სტადია არის უარყოფის. უარყოფენ, რომ არა, ეს არ შეიძლება არ მოხდეს. ელოდებიან რაღაც მაგალითად 20 იანვრის შემდეგ ახალი პრეზიდენტი ამერიკაში და ამ ყველა წინა პრეზიდენტის მიერ მიიღებულ სანქციებს გააუქმებს, რომ მე ეს ყველაფერი კარგად იქნება, რომ ჩვენ არაფერი არ გვემუქრება, მთავარია ეს ახლა ომი გაჩერდა, ომი არ გვემუქრება ჩვენ და გავაგზავნებთ ნორმალურ ცხოვრებას და ასე შემდეგ. და ეს სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ილუზია. და სწორედ ამ ილუზიას, ამ რაღაც გარკვეულ განზომილებას ქმნის ჩვენი ამჟამინდელი ეგრეთ წოდებული მთავრობა რაღაც დეფექტური კომპიუტერული თამაშია, რომელსაც სადაც თავისი წესები აქვს შექმნილი, ამ წესებს ამრავალფეროვნებენ და ცდილობენ გააბრუოს ხუილებით გააბრუოს საზოგადოება, იმიტომ რომ აი თუნდაც ამ სანქციებზე რო ვისაუბროთ, სანქცია, რომელიც მათთვის ჯილდო არის და ესეც პროპაგანდის ნაწილია, რომ აი ვთქვათ, სანქცია საშიში კი არ არის ქვეყნისთვის და აი რაზეც თქვენ იძახით, რომ ეს სანქცია, რომელიც ეხმარება იმ ადამიანებს, რომ დაფიქრდნენ იმაზე, რომ მართლა რეალური საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, იქვე მოყვება, რომ ეს არის ჯილდო. 300,000 ადამიანია ქუჩაში გამოსული და მათთვის 30,000 კაცი დგას თუ 300 კაცი დგას. გამუდმებით არის სულ რაღაცა ტყუილი. კი ბატონო, გეთანხმებით. როგორ შეიძლება უბრალოდ იმის ჯილდოთ მიიღება სანქციისა, რომელსაც აწესებს, ასე ვთქვათ, მსოფლიო ცივილიზაციის ფლაგმანი ქვეყანა. და რომ მსოფლიო ცივილიზაციის ფლაგმანია, ნამდვილად ამაზე მარტივად შეიძლება უბრალოდ დავსვათ შეკითხვა, თუ ჩვენ iPhone-ებით გსურს კომუნიკაცია ერთმანეთთან, თუ ჩვენ გავიხედავთ და ყველას თუნდაც იგივე ეგრეთ წოდებული სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ყველას უძვირფასესი უცხოური მანქანები, საათები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მათი შვილებიც იქ სწავლობენ. ეს ყველაფერი არის ცივილიზაციის ნაყოფი და ცივილიზაცია აძლევს ამას თუნდაც იგივე საქართველოს, ხომ? და თუ ჩვენ ამას ამ ცივილიზაციის ეს პროდუქტი ეს სამომხმარებლო პროდუქტია, ეს მანქანები, საათები და ასე შემდეგ, მაგრამ ასევე სამომხმარებლო პროდუქტია ზუსტად ის კანონები და კანონმდებლობა, რაც ცივილიზაციამ და ცივილურმა სამყარომ მიიღო იმისათვის, რომ აი ამ კანონების დახმარებით კონტროლდება სწორედ ის ეკონომიკა და ის პროგრესი, რომელიც გვაძლევს ჩვენ იმ პროდუქტებს, რომლითაც გსურს და იმ ფუფუნების საგნებს, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ და თავი მოგწონს. და თუ ჩვენ ამას ყველაფერს ვაღიარებთ ლოგიკურად, მაშინ როგორ არის რომ ამ ცივილიზაციის მიერ გამოგზავნილი სანქცია როგორ შეიძლება იყოს ჯილდო? აი ეს არის სწორედ ის აბსურდი, რომლის გაგება და აღქმაც არ სურთ ადამიანებს და ძალიან მარტივია, აი როგორც ხედავთ, აი ჩვენ აი ძალიან მარტივად შეიძლება გავაბათილოთ უბრალოდ ნებისმიერ ადამიანთან კამათისას, ან უარყონ მათ ცივილიზაციის პროდუქტები ყველა სახის და მაშინ დავიჯერებ, აი ჩვენ ხო ვიცით რომ იყო ადრე, როდესაც რო იყვნენ ცხოვრებას განუდგებოდნენ
მაგალითად ეკლესიაში მიდიოდნენ ბედნიერები, განდეგილები იყვნენ, სადღაც საუბარზე, საჭმელზე, საკვებზე უარს ამბობდნენ ფუფუნებაზე ამ ცხოვრებისელ გასაგები. ასეთი განდეგილებს რო წარმოადგენდეს, ესე იგივე ჩვენი მთავრობა, ეგრეთ წოდებული, ან წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებიც დღეს გვიმტკიცებენ, რომ ეს თუ ყველაფერი სინამდვილეში ჯილდოა და არა სასჯელი, მაშინ დავიჯერებდით და დამაჯერებელი იქნებოდა, მაგრამ არ შეიძლება ხა iPhone-იანი და ნახევარმილიონიანი საათის ხელზე მაჯაზე ვიღაც პოლიტიკოსი ეგრეთ წოდებული მესაუბრებოდეს ამ ყველაფერზე, უარყოფდეს ცივილიზაციის კანონმდებლობას, ცივილიზაციის იურიდიულ პროდუქტებს და ამავე დროს მხოლოდ ცივილიზაციის ეკონომიკური და მომხმარებლური სოციალური პროდუქტებით იყოს დაინტერესებული. ეს ასე არ ხდება. ან მთლიანად იღებ, ან მთლიანად უარყოფ. ბატონო დრო, საინტერესო არის როგორი განწყობები არის ამერიკაში, თქვენ დარწმუნებული ვარ, გაქვთ ურთიერთობა იქაურ ქართველებთანაც და აკადემიურ წლებთანაც, მათ შორის იმიტომ რომ ერთ უნივერსიტეტის პროფესორი ხართ. საინტერესოა როგორ ხედავენ ისინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ამ გასული ერთ თვის განმავლობაში. სხვათა შორის რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს ამ ბოლო დროს უფრო და უფრო ბევრი ადამიანი დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე პრობლემებით და სიტუაციით. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ნამდვილად დამსახურება არის იმ ახალგაზრდების, იმ ადამიანების, რომლებიც დღეს ძალიან ეფექტურად და ძალიან შემოქმედებითად მიუდგენ ამ პროტესტს. ამას თავისი მნიშვნელობა ქართველები არტისტული ბუნება ამ შემთხვევაში პროტესტსაც რაღაც თავისებურ პეცს აძლევს. და ამას აქვს მნიშვნელობა, ვიცით ჩვენ რომ დღევანდელ ვითარებაში, დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ამ ინტერნეტის ეპოქაში, TikTok-ის ეპოქაში, სადაც ამ ვიზუალურ გამომხატველობით ეფექტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, პროტესტს, როდესაც ხედავენ განსხვავებას დაუშვათ სადღაც ევროპაში ან სადღაც სხვაგან, თუნდაც მესამე მსოფლიოს სადაც უწოდებენ ამ ქვეყნებში, რაღაც მხოლოდ ზალადობას, ნგრევას, უბედურებას აქვს ადგილი და ამასთან შედარებით უცებ ხედავთ, რომ აქ კონცერტები ხალხი მღერის, ორგანიზებულად გამოდის, ცდილობს რომ მაქსიმალურად ეფექტურად და ვიზუალურად მშვიდობიანად გამოხატოს ეს ყველაფერი, ამას ეს თავისთავად იმსახურებს პატივისცემას. და ჩემთვის ძალიან არ ვიცი, შეიძლება ეს არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ აი სანქციებთან დაკავშირებით ის განცხადებები, რაც წამოვიდა ბოლო პერიოდში, შაბათ-კვირას დაემთხვა ზუსტად და თან ეხლა მოგეხსენებათ, რომ არდედეგების პერიოდია, საახალწლო თემზადება ყველა და პარასკევი იყო და მე შაბათი-კვირა, მე შაბათსაც იყო რაღაც განცხადებები კი, მაგრამ თვითონ უშუალოდ. და ესეც ჩემთვის არ ვიცი, შეიძლება ვცდები და ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ყურადღების ცენტრში ვართ და ძალიან კი, ნამდვილად ეგრე არის. მთელი ყურადღება არის ამ თემაზე. საშობაო პერიოდში არ უნდა ეცალოთ წესით ამ ეს რო არ ყოფილიყო მნიშვნელოვანი საკითხი. ჩემი აზრით ეგრე არის. გეთანხმებით და ყველას ადარდებს ის, რომ იცით რა, როდესაც აი ნახულობენ ესეთ ლამას მიტინგს, ნახულობენ ჭკვიანურად და გონივრულად მოსაუბრე ახალგაზრდობას. როდესაც ნახულობენ როგორ ბრწყინვალედ მეტყველებენ ეს ადამიანები სხვადასხვა ენებზე. და ასე შემდეგ ხედავენ რომ საქმე აქვს ინტელექტუალურ ადამიანებთან, რომლებიც გულწრფელად არიან შეწუხებული იმით, რა პროცესებიც მიმდინარეობს და მით უმეტეს დღეს, როდესაც ყველამ კარგად ვიცით რა სიტუაცია უკრაინაში და რა უბედურება მოიტანა რუსეთმა უკრაინაში, ძალიან ადვილად ხვდებიან და უკვე მათთვის აღქმა ბევრად უფრო ადვილია იმისა, რა უბედურებას მოუტანს იგივე საქართველოს რუსეთთან დაახლოება და რუსეთის გრავიტაციულ ველში, პოლიტიკურ გრავიტაციულ ველში ჩავარდნა. აი ეს არის სწორედ ისინი ხვდებიან უკვე რატომ ასეთი გამწარებით, რატომ ასეთი დაჟინებით ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს, რატომ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად დავრჩეთ ისე დემოკრატიული სამყაროს მხარეს, ცივილიზაციის მხარეს და ის ყველაფერი, რაც დღეს კიდევ გავიმეორებ, რომ რაც მოდის ეს სანქციების სახით, ეს ყველაფერი არის ცივილიზაციის გაფრთხილება, კიდევ ერთხელ მცდელობა იმისა, რომ იმ ადამიანებს ეს არა იმათ ვინც მიიღოს სასჯელი, იმიტომ რომ იმათ გადალახული აქვთ უკვე ყველა ზღვარი და საზღვარი, იმათ თავისი
მათ იციან რა სურთ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ თავიანთი პირადი კეთილდღეობის გამო მზად არიან, რომ გაყიდონ მთელი ქვეყანა, ეს ეგოისტები არიან, რომლებსაც არ აინტერესებთ რა დაემართება ქვეყანას. შესაბამისად მეცინება კიდევაც და სასაცილო და კომიკურია, როდესაც ამბობენ, რომ აი თურმე ეს ჯილდო და სასჯელი თუნდაც მიიღო იმისათვის, რომ ქვეყნის სიყვარულისათვის და რომ ქვეყნის დამოუკიდებლობას შესწირას თავიანთი პირადი რეპუტაცია, ეს არის აბსოლუტური აბსურდი და სისულელე. სინამდვილეში ის სასჯელი და ის სანქციები, რაც მოდის სინამდვილეში ამ ყველაფერს მიყავს ქვეყანა განადგურებისაკენაც, ჩვენი მოვალეობა სწორედ ეს არის, რომ აუხსნათ ამ ადამიანებს, რას ნიშნავს იგივე სანქცია. სანქციების მე ყოველთვის მოწინააღმდეგე ვიყავ იმისა, რომ დეტალურ ასე ვთქვათ განხილვაში ჩავსულიყავით ამ სანქციების. რატომ იცით? იმიტომ რომ იქ იმდენი ნიუანსია იურიდიული. სულია გაგება და დიახ, აი ეს მაგონებს ალბათ საინტერესო რომ ვთქვათ რა არის მთავარი. მოგახსენე. კი ბატონო. ყველას გვინახავს ალბათ რომ აი სასამართლოში, როდესაც ადვოკატი და პროკურორი კამათობს რაღაც წვრილმანებზე და აი ამაზე ააგებენ და ჩაითრევენ ერთმანეთს აი ესეთ კამათში და სწორედ აი ამას ცდილობს ახლა ამათ ჩვენი ეგრეთ წოდებული მთავრობა, რომ აი ასეთ უაზრო კამათში ჩაითრიოს მათი ოპონენტები. რომ აი ეს ნიშნავს იურიდიულად ამას თუ ამას სხვა რაღაცაზე გადავიდეს მეორად. სინამდვილეში კიდე მთლიანად ამას ჩვენ უნდა შევხედოთ ამას უფრო შორიდან მასშტაბურად. სანქცია, როდესაც სანქციას აწესებს ამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიოს დემოკრატიის ფლაგმანი ქვეყანა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ფაქტიურად აი კეთროვანის სტატუსის მინიჭება, რომ აი ეს არის რაღაც ისევ სამედიცინო ტერმინი რომ გამოვიყენოთ, რაღაც უსაოცრად საშიში ინფექციური დაავადება, რომელთან მიკარება სასიკვდილოა. აი წარმოიდგინეთ ახლა რომ პანდემიას რო შევადაროთ, ხო? რომ ამ ადამიანს აქვს უკვე გაცემულია ამა თუ იმ ადამიანის სახელზე სანქციის სახით, ეს არის დიაგნოზი და ეს მაშინ აცხადებს ექიმი იგივე რომ აი ამ ადამიანთან მიკარება სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს. ახლა ზუსტად ასე უყურებს აი ეს მარტივად რო ახსნათ მათთვის, ვისაც უჭირს ამ ყველაფრის აღქმა და ბუნებრივია როგორც ბევრი იურიდიული ნიუანსი აქვს. აი ეს არის სწორედ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება, ფინანსური თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისით ამ ადამიანებთან დასანქცირებულ ადამიანებთან არავინ ნორმალური არ დაიკავებს საქმეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის უკვე ჩაბარებული აქვს ამ კეთროვანის პოლიტიკური კეთროვანის სტატუსი ამ ადამიანებს და მათთან მიკარება ყველას გასურის. შესაბამისად, არც ერთ ეს იქნება პოლიტიკოსები იქნებიან უმაღლესი რანგის პოლიტიკოსები იქნებიან, იქნებიან და უშუალოდ იგივე ბიზნეს პარტნიორებიც მათ შორის. ბიზნეს პარტნიორები ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ბატონო, უნდა გითხოთ აუცილებლად. იმას შესავალში ვახსენეს, თქვენ როგორ უყურებთ ამ სანქციების პაკეტს? არის თუ არა შუალედური პაკეტი და იმიტომ რომ მე როგორც უყურებ ამას, კიდე არის სივრცე, რომ ეს სანქციები კიდე უფრო გამკაცდეს. რა გზავნილი არის ეს ბიძინა ივანიშვილისთვის ამერიკელების მხრიდან? ძალიან აი განსხვავება ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის ეს ორივე კიდევ გამეორებ და აუცილებლად წინასწარ უნდა ვთქვა, რომ ორივე დემოკრატიული ამერიკის წარმომადგენლები არიან. და იმის განცხადების გაკეთება, რომ ეს ერთი ნაკლებად დემოკრატიული, მეორე მეტად დემოკრატიული, ამის გაკეთება აბსოლუტურად სისულელეა. იმიტომ რომ ორივე პრეზიდენტი არის დემოკრატიის და ამერიკული კლასიკური ინსტიტუტების ჩარჩოებში მოქმედებს. უბრალოდ სტილია სხვადასხვა. ყველას თავისი სტილია. სტილი ამ შემთხვევაში თუ კლასიკური ბაიდენის ადმინისტრაციას, კლასიკური ადმინისტრაციული დიპლომატიური სტილი აქვს არჩეული. რესპუბლიკას მეტად ხისტი აქვს საგარეო პოლიტიკის. ბერნსიც კი გუშინ ვახსენე ბატონ გიორგი თარგამაძესთან და კიდე გავიმეორებ, რომ მაგალითად ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელიც კი ბაიდენის ადმინისტრაციაში ამერიკის ისტორიაში პირველად არის პროფესიონალი დიპლომატი. და დიპლომატების პირველი წვრთნა რა არის და მთავარი მედიაცია. მედიაცია, როგორმე
საქმე, რომ მივახციოთ რაღაც კონსენსუსის მიღწევას. მაშინ, როდესაც იგივე მზვერავი პროფესიონალი სულ სხვა მეთოდიკით მოქმედებს. აი ასეა სწორედ ტრამპთან დაკავშირებით. ტრამპი არის ძალიან მკვეთრი გადაწყვეტილებების მომხრეის მოქმედებს ძალისმიერი პოზიციიდან და მას არ მოსწონს ეს დიპლომატიური გაწელვა, ასე ვთქვათ, თავისი ქმედების. განსაკუთრებით, როცა მისი წითელი ხაზები გადაკვეთილია, რაც გულისხმობ აქ ირანსა და ჩინეთის ინტერესებს საქართველოში და ამ ქართული ოცნების მათთან სიახლოვეს. აი ეს არის სწორედ სანქციებთან გავატაროთ პარალელი. ზუსტად იგივე ირანთან, იგივე ირანი, ჩინეთი და ასე შემდეგ განსაკუთრებით წარმოადგენს იგივე კეთროვანებს, პოლიტიკურ კეთროვანებს, რომელთან გაკარებაც უკვე თავისთავად ნიშნავს, რომ აი რაღაც საშიში ინფექციური დაავადების, ასე ვთქვათ, გადადების შანსი. და ამიტომ აი პოლიტიკური კეთროვანები არიან და როდესაც აი ეს არის სწორედ ტრამპს არ დასჭირდება ეხა იქ რაღაც იურიდიულ პოლიტიკურ ნიუანსებში პრეზიდენტი ვერ ჩაერთვება ყველა ქვეყნის და მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყნის როგორც საქართველოა. და მას როდესაც მიუტანენ დაიჯეს შესაბამისი სადაზვერვო სამსახურები, პოლიტიკური სამსახურები, რომელსაც ჭირდება, იმიტომ რომ ვიცით რომ პრეზიდენტები ასე აქ ჩვენთან რო არის ისე არ არის ხარი-ხარალოზე არ იღებენ გადაწყვეტილებას და წაუკითხავად არ აწერენ ხელს. მათ უნდა გაიაზრონ ის კანონმდებლობა იქნება თუ რაღაც გადაწყვეტილება და შესაბამისად იმ დაიჯეში მოკლედ იქნება მოთავსებული ვინ არიან ის ადამიანები რომლებიც დღეს აკონტროლებენ საქართველოს და იჩემებენ რომ არიან მთავრობა და ხედავთ რომ აი პრემიერ-მინისტრი აგ გადაღებული ფოტო აგერი ჩადის ირანი, ჰამასი, ჰეზბოლა, ასე შემდეგ. უკვე ჩანს რომ ესე პოლიტიკურ კეთროვანებთან დაიჭირა უკვე საქმე საქართველოს ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ. აი ეს არის სწორედ რომ დაბრალება იმისა რომ დღეს რაც ხდება საქართველოს თავზე რომ დააბრალონ ეს ოპოზიციას, სხვას, ვიღაც ნაცებს, რაღაც ხოლო ჩასვლა და ურთიერთობაც არ არის ბატონო ზურაბ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი კანაკლის მოწყობილი პორტი ჩინელ ინვესტორებზე გადასცა ეს მათთვის არის ძალიან დიდი წითელი ხაზი ამას გულისხმობ როდესაც არა მხოლოდ ჩავიდა და გაესაუბრა და მათთან კარგი ურთიერთობა არამედ უკვე საქმითაც უკვე დაუკავშირა ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი იმ ქვეყანას რომლისთვისაც შეგვიძლია ვთქვათ რომ თანაბრად მნიშვნელოვნად წითელი ხაზი არის ჩინეთი ისევე როგორც რუსეთი ამერიკას გულისხმობ და კონკრეტულად დონალდ ტრამპს იმიტომ რომ თავის გამოსვლებში ყველაზე დიდი რაღაც ერთ-ერთი ისიც ვნახე ყველაზე მეტჯერ ახსენებს ჩინეთს თავის გამოსვლებში და ყველაზე დიდ საფრთხეს ამ მომავალ საფრთხეს იქიდან ხედავს იმიტომ რომ ჩინეთი არის ფაქტიურად ანტიცივილიზაციის მთავარი ეკონომიკური ფორპოსტი იმიტომ რომ აუცილებლად დღეს აუცილებელი ამის აღნიშვნა სწორედ იმ ადამიანებისთვის რომლებსაც არ ესმით სიტუაციის სიმწვავე როგორც გარკვეული დროის განმავლობაში ცივი ომის დასრულების შემდეგ რომ ბერლინის კედელი რო დაინგრა რა გააკეთა ესე იგი ფაქტობრივად დასავლეთი შეეცადა ცივილიზაცია შეეცადა რომ ანტიცივილიზაცია ასე ვთქვათ გაენეიტრალებინა შეერთებინა აი როგორც ამერიკას უწოდებენ melting pots ანუ ესე იგი სადნობ ქვაბს სადაც სხვადასხვა ცივილიზაციები მოდიან და კულტურები და იქ დნება და მე ამერიკელი ყალიბდება აი ასეთ წარმოდგენა ქონდათ მცდარი რა თქმა უნდა მაგრამ ასეთი ფუტურისტული წარმოდგენა იყო რომ აი ამერიკა ცივილიზაცია შეუძლია გაადნოს ეს ანტიცივილიზაცია შეიერთოს და ასე მოხდა რუსული ეს ხო ვიცით რომ რუსული და ჩინური კაპიტალიზმი ეს არის კლასიკური ეს არის ეგრეთ წოდებული კრონი ფსევდოკაპიტალიზმი შესაბამისად აი ამ ყველაფრის მათი ჩართვა დასავლურ ეკონომიკურ საფინანსო საბანკო სისტემაში იყო ძალიან დიდი შეცდომა ესე ფაქტიურად რაღაც სიმსივნის შემოტანა და ჩანერგვა რომელსაც მე ნელ-ნელა გაუშვა ეს მეტასტაზები და დღეს როგორც ხედავ ძალიან რთულია თუმცა ამავდროულად ბერკეტებსაც გულისხმობს ეგ ერთის მხრივ პლუსიც არის და მინუსიც იმიტომ რომ იქ ცალკე ეკოსისტემის შექმნის შემთხვევაში კიდე სხვა საფრთხეც იქნებოდა მაინც მინდა ბოლოსკენ ერთი შეკითხვა დავსვა ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით პიკში არის ასე ვთქვათ თითქოს საზოგადოებაც და ხელისუფლებაც რაღაცა პიკში არის მისული რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანი დღეს ჩვენი საზოგადოებისათვის. რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაღაცნაირად სწორად გავაგრძელოთ სვლა, იმიტომ რომ ძალიან რთული ახლა ისეთ კანონებს იღებენ, ეს კანონები ამოქმედება. ჩვენ ერთის მხრივ ვამბობთ, რომ არ ვაღიარებთ, არალეგიტიმურები არიან და რაღაცნაირად თითქოს ცალკე დაჯგუფებასავით არის ეს ასე ვთქვათ არალეგიტიმური მთავრობა, რომელიც ესე უტიფრად განაგრძობს რაღაც კანონების მიღებას. და როდესაც ქუჩაში აღმოჩნდები, შეიძლება აბსოლუტურად უმიზესოდ მოხდეს ადამიანების დაკავება. რა არის აი ამ რთულ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი, რა უნდა დავიცვათ და რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოლომდე სწორად მივიდეთ და შეცდომები არ დაუშვათ. რა თქმა უნდა. თავარი არის ერთი, რაც უნდა ვთქვათ, ეს არის თანამიმდევრულობა. თანამიმდევრულობა პროცესი, ლოგიკური თანამიმდევრულობა უნდა დავიცვათ აუცილებლად. არ შეიძლება რომ დავუშვათ ეს ქაოტურად გავაგრძელოთ. მიუხედავად იმისა, რომ თავის ამ ქუჩას და გარკვეულ ქაოსს იქ კონტროლირებაც აქვს თავისი მნიშვნელობა და აუცილებელია პროტესტის გამოსახატავა და აი ამ ყველაფერმა მოიტანა კიდევაც დღეს ძალიან დიდი შედეგი გამოიღო და ნაყოფი გამოიღო. ამავე დროს რაღაც გარკვეული ლოგიკური თანამიმდევრულობა და გეგმა მაინც უნდა არსებობდეს. ხა მე ძალიან კარგად მესმის, რომ ძალიან დიდი დარტყმა იქნება ნებისმიერ იმ ადამიანზე თუ ადამიანთა ჯგუფზე, რომლებიც გამოაცხადებენ, რომ ან ლიდერობას იტვირთავენ. იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ისინი მომენტალურად სამიზნე გახდებიან ამ ჩვენი რეპრესიული მთავრობის, ეგრეთ წოდებული მთავრობის, მაგრამ სხვანაირად გზაც სხვა გზაც არ არსებობს. რა თქმა უნდა, თლიანად არ უნდა მოხდეს იმის უგულებელყოფა, რომ აი ჩვენ საერთოდ არ ყავს და არ გვაქვს არანაირი რაღაცა ესეთი ხელმძღვანელის გუნდი რაღაც იმ ადამიანების საბჭო ასე ვთქვათ, რომლებიც რაღაც გარკვეულ მიმართულებებს აიღებენ. თუნდაც იმიტომ არის ეს ყველაფერი საჭირო, რომ იგივე საზღვარგარეთს გქონდეს ურთიერთობა, ხო საჭიროა ვიღაც საკონტაქტო პიროვნება. მე არ ვიცი ქალბატონი პრეზიდენტს რა გეგმა აქვს ყოველ შემთხვევაში და მე ვხედავ, რომ გარკვეული უკმაყოფილება იყო. და ბუნებრივია უკმაყოფილება არის იმის შემდეგ, ეხლა სტრატეგიული ბუნდოვანება ძალიან კარგია, მაგრამ ეს სტრატეგიული ბუნდოვანება არ უნდა გადავიდეს აბსოლუტურ აბსურდში და ბუნდოვანებაში, იმიტომ რომ და ამავე დროს რაც არის თავარი და ყველაზე მტკივნეული, მაგრამ ამავე დროს აუცილებელი არ არის საჭირო ესეთი ყალბი აბსურდული იმედების შექმნა, ან ესეთი გეგმების, რომელიც შემდეგ არ განხორციელდება, იმიტომ რომ ეს რაღაც მოჭიმავს ჯერ ადამიანებს, შემდეგ უცებ მოუშვებს და დაახლოებით მავთულს რო დაიჭერდა. აი ზუსტად იგივე მეთოდია, რომ ეს სადღაც რომელიღაც მომენტში ეს გაწყდება და გატყდება. სწორედ ეს არის მოუჭიმა, მოუშვი, მოჭიმი, მოუშვი. არ შეიძლება ამის გაკეთება, ასეთი მკვეთრი ცვალებადობა არ შეიძლება. აუცილებელი არის, რა თქმა უნდა, რომ ეს პროცესები უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ აი როგორც წყლის წვეთის დაჟინება ქვას ხრეთს, სწორედ აი ასეთი დაჟინებით უნდა გავაგრძელოთ, იმიტომ რომ ჩვენ ახსნა განმარტება, იმიტომ რომ ჩვენ თუ დღეს არ ხო გვაქვს ბოლომდე გასიგრძეგანებული და გააზრებული, რომ მართლაც ეგზისტენციური საფრთხის ქვეშ ვდგევართ, იმიტომ რომ ვხედავთ, რომ აი ეს ადამიანები თვითონ საქართველოს მიათრევენ კეთროვანების ბანაკში, პოლიტიკური კეთროვანების ბანაკში, ანტიცივილიზაციის ხარეს და სულ ცოტა ხანში აი დასაწყისში რომ მოვიყვანე მაგალითი, როდესაც არ ჯერავს მეთქი სასიკვდილო დიაგნოზის მქონე ადამიანს, იმიტომ რომ არ გზნობს ჯერს თავს ცუდად და იმ ადამიანები, რომლებიც დღეს ვერ გზნობენ თავს ცუდად, სულ მოულოდნელად, სულ რამდენიმე თვეში იგზნობენ თავიანთ ოჯახებზე, თავიანთ თავზე იგზნობენ სწორედ აი ამ შედეგებს, უარყოფით შედეგებს. კერძოდ ის რომ ხედავთ დღეს არაერთი ჩვენი ცნობილი ბიზნესმენი უკვე გამოვიდა და ბიზნეს მიმოხილვებიც აი ბატონ გიორგი ისაკაძეს უსმენდეს რამდენიმე დღეა ეს ისეთი გაწონასწორებული ადამიანია რომ ისე ადვილად ემოციურად არ გამოდის ხოლმე და შესაბამისად ეს ყველა რატომ ყველა იმიტომ რომ მათ ესმის მას ყველა იმიტომ რომ ეს ბიზნეს მიმოხილველია პროფესიონალია ძალიან კარგად იცის რომ რა ელის საქართველოს ბიზნესს იმიტომ რომ როგორც თქვით რომ ჩვენ როგორც გავხდებით ეს კეთროვანები პოლიტიკურად აღარავის არ მოუნდება ჩვენთან ურთიერთობის და დავრჩებით ანტიცივილიზაციის მხოლოდ ისევე რუსეთი, ირანი, ჩინეთის ამარა და რაც იმათ კიდე თავიანთი პრობლემები ემუქრებათ, რომელიც ჯერ არ აქვს გააზრებული ბოლომდე ჩვენ ეგრეთ წოდებულ მთავრობას, მაგრამ გააზრებული აქვს იგივე
იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულია ბიზნეს სივრცეებში. ვიცით ჩვენ რომ რას აპირებს იგივე პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც 20 იანვრის შემდეგ უკვე სერიოზულ სანქციებს, ფინანსურ სანქციებს განახორციელებს იგივე ჩინეთის მიმართ. ჩვენ არ ვიცით რა მიმართულებით წავა უკრაინასთან დამოკიდებულებაში სიტუაცია და თუ იგი პუტინი გაჯიუტდა ბევრად უფრო სერიოზული ეკონომიკური სანქციები ეს ამინდი ჩვენზეც ძალიან ეს ამინდი ჩვენ იმიტომ რომ ჩვენ ხომ არაფერ ჩვენ ხო არა ვართ სოფლიო პოლიტიკის ნაწილი. როდესაც ბელორუსია სადაც ბელორუსია იქნება თუ სხვა ქვეყანა ან ისეთ გაუბედურებულ ქვეყანაში სადაც ადამიანები ელემენტარულ ფუფუნებას არ არიან მიჩვეული და ჩვენ როდესაც უკვე მივეჩვიეთ დღეს ევროპულ და სოფლიო დონეზე ცხოვრებას აი რო თქვით ზუსტად ამ აიფონებით და სოციალური ქსელებით და ასე შემდეგ და საზღვარგარეთ ნობას და ასე შემდეგ და საშობაო არდადეგების ევროპაში გატარებას ეს ყველაფერი შეწყდება. შეწყდება ძნელი დასაჯერებელია დღეს, მაგრამ ეს აუცილებლად შეწყდება და სწორედ ამიტომ არის დღეს ცდილობს ყველა ნორმალური შეგნებული მოაზროვნე ადამიანი ცდილობს რომ ეს პროცესები დროულად გააჩეროს და რაღაც ჩარჩოებში მოაქციოს, თორემ მერე როდესაც ეს მოხდება. ეს უკვე ძალიან გვიანი იქნება, იმის დაბრუნება უკვე ფაქტიურად შეუძლებელი იქნება, იმიტომ რომ ეს სანქციები ახლა თქვენ როგორც ბრძანეთ, დღეს ამ სანქციებს ჯერ კიდევ შუალედურია. ეს არ არის მკვეთრი და საბოლოო ნაჯახისებური სანქციები და ეს და ტრამპი სწორედ 20 იანვრის შემდეგ დაიწყებს ნაჯახისებური და დარწმუნებულობ ამერიკულ სანქციებს რაღაცნაირად ევროპული სანქციებიც წამოეწევა, იმიტომ რომ პარალელურად, იმიტომ რომ ვხედავთ ჩვენ რომ როგორც კი ჩავიდა იგივე პრეზიდენტი ტრამპი საფრანგეთში, როგორი პატივისცემით დახვდება სარგებლობს თუნდაც იგივე საფრანგეთის პრეზიდენტი და ასე შემდეგ. ამიტომ სარკისებური მართალბრძანეთ, სარკისებურად აისახება ყველა ანალოგიური სანქცია ევროპიდანაც და ეს იქნება სწორედ გამანადგურებელი აი ამ მისგან გადარჩენას ცდილობს აი ჩვენ დღეს ის მოპროტესტი ახალგაზრდები ვინც იქ დგან აი ზუსტად იმ ადამიანებს რომლებიც დღეს ირონიული ღიმილით უყურებენ მათ მანქანებიდან და ცდილობენ რომ აი მოგცლიათ თქვენ აი სწორედ იმ ადამიანების გადარჩენას ცდილობენ და ეს არის სწორედ რაც უნდა გაიაზრონ აი ხალხმა ვინც დღეს ფიქრობს რომ ეს მათ არ შეეხება და არანაირად არ ან არ უნდა რომ დაინახოს ეს საშიშროება დიდი მადლობა წარმატებებს და მშვიდობიან ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, წარმატებები მინდა გისურვოთ დაგემშვიდობებით, დროა დავამშვიდობოთ ჩვენს მაყურებელსაც, წარმატებულ დღეს გისურვებთ, ხვალამდე, წლის ბოლო გადაცემა გვექნება. დროებით.